ზრასტი გაუმარჯოს. ეს ჩვენი პარკია, რო იცოდეთ, აქ ცოტა ხანში ისეთ ადგილას მივალთ, სადაც სნექებს დავაგემოვნებთ. შეიძლება იოცნებოთ მანდ დამსვათ. ეხლა ეს სნექები მაჭამა მათოხლავაო რა. წავიდეთ ეხლა ჩვენი მიმართულების. მოკლედ მოვედით ესეთ ლოკაციაზე, ესეთ ულამაზეს ადგილას. ცოტას კიდე გავივლით, იქ მაგიდა სკამებია, ჩვენს გემოზე დავждდებით და ყველაფრის განხილვა შემოგთავაზეთ და აი ამ ადგილით მინდა რომ დატკბეთ უბრალოდ ამ მომენტისთვის. შესანიშნავი ბუნება, სიწნარე, სიმშვიდე, კაი ჰაერი და სნექების დაგემოვნება, მეგობრებო. წავედით, აბა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ ილია, ეს არის ახალი YouTube არხი. როგორც გითხარით, ეხლა დავიწყეთ სნექების დაგემოვნებას. აქ გვაქვს რამოდენიმე რაღაც სასუსნავი, კრეკერი, შმერკერი, რაღაცები. ყველაფერს დავაგემოვნებთ, არ იქნება პრობლემა. გეტყვით როგორია, რანაირია, კარგია თუ ცუდი არის და ზოგადად ესე ეტაპობრივად მე პოლონეთში როგორი სიტუაციაა ეს ფასებთან არ გვწილად ფასებთანაც გვექნება რაღაც შეხება გემოებთან და ასე შემდეგ და დავიწყოთ მეგობრებო. ესე იგი პირველი ჩვენი სნექი იქნება კრეკერი აბა. მე ამნიშნელობა აი ჯო. კრაკერსი მინი. მე ამ ხელაკაც მინი შემეფერება ახლა რასი. უყურე, პროსტა რა. ნახე. რა ორიგინალური გახსნის ისა აქვს. უყურე? ესეთი რაღაცა პირველად შემდგა, აი აქედან იხსნება. ნახე. რა ორიგინალურია, რაც მობილე რა. ხო, ერთი შეხედვით უმბრალო მარილიანი კრეკერია რა. მაგრამ მე ხა ის შეა, უგემრიელესი კრეკერია. მოშიებულზე მაინც სხვა გემოა, ხო? ნა. კამერამ და წავიდეთ ხიბაბიჭამ. სხვათა შორის, ხო? ისეთი მშვიერი ვარ, გადაღების მერე წავალ კებაბს შევჭამთ, მაგრამ იმ კებაბს კამერაში არ გამოვაჩენთ, იმიტომ რომ აი იმ კებაბს როცა დაინტერესებული იქნება ხალხი ამ ვიდეოებით, მე იმ კებაბზეც გადავიღებთ, ქართულ რესტორნებსაც გადავიღებთ, სხვა სნექებსაც გადავიღებთ, აქ სხვათა შორის ძალიან ბევრი უცნაური სასმელია, იმებსაც გადავიღებთ და 100 გრამი კრეკერი მინი სოლონე. სოლონე სხვათა შორის, რო იცოდეთ, რამე სოლომონს არ ნიშნავს, ეს არის მარილიანი კრეკერები, რა. რავი. მაინც ეხლა დამწყები ვარ პირველად და ცუდი რო იყოს თუ ვიტყვი, კაია, ვაფჭი მაგარია რა. გაუშვათ ეს რა. აი რაღაცა ახლა შემოგვიგდეს რა. აი ეს მაინტერესებდა სხვათა შორის ძალიან. ეს არის ჰარიბრო ბალასტიქსი. ტრუსკავკოვიო, ტრუსკავკოვი ეს არის მარწყვი მეგობრებო, ესე იგი მარწყვი შემოს. ხო, კიდე რისი თქმა მინდოდა ისიც, ახლა ხო ვიმყოფები პოლონეთში რა. პირველად პოლონეთში ჩამოვედი 2021 წელს რა. იდეაში ადამიანი რო ჩამოდიხარ ახლა უცხოეთ ქვეყანაში რაღაცა ხო ნორმალური და მოისმინო რა. ხო და მე რაც მოვისმინე პირველი იყო თვითფრინავში კურვა. ხო და მოდი კურვა ეს გავსინჯოთ რა კურვა მაჩ. ხო და ნახოთ აბა როგორია საიდან იხსნება. რა კაია ე. მაგემრიალი რაღაცა ისე. მარწვის არომატით არის. შეგნით აქ რაღაცა თეთრი. თოვლივით. მაგრამ თოვლი აშკარად არ არის. ეს აქამდე რაზრუს არ მქონდა სიმართლე გითხრათ პოლონეთში გასინჯული და ეხლა ძალიან მომწონს. რაღაცნაირი თვითონ სტრუქტურა აქვს. ძალიან გემრია უყურე, კევასავით არის, მაგრამ თან კევა არ არის და თან ძალიან გემრიელია. თან ძვირი არ ყიდა. შაქრის შემცველობა აქვს 62 გრამი. 17% ეს ძალიან ბევრია. ვინც დიეტაზე ხართ, ამის ჭამა არ გაბერდოთ, კაიგე? რას გიყვებული? პოლონეთში ჩამოვედი დაახლოებით 2021 წელს.
იმის მერე აქავარდა, ხო და ამდენი დროის განმავლობაში დღეს დილას გავიღვიძეთ. მოდი ჩემ მეგობარს კამერა ყველაფერი ქონდა და მეუბნება ესეთ რაღაცას. წამოვარგინდა ისე უბრალოდ რაღაც სნეკები დაავითრიოთ, კამერასაც გავტესტავ და გადავიღოთ. მე ვთქვი, ნემა პრობლემა. ეს პოლონურად. გამოვედით, დავტესტავ. მე ის იდეა შემომთავაზა, ბარემ YouTube-ზეც გავუშვათ, იქნებ გაავარდეს, გაიტანოს. მე მილიონერები გავხდეთ, მულტიმილიონერები რაღაცეები იბაზრა ვაფშე რა. მე კი დობრა. ნემა პრობლემა. ხონა ხშირად მოისმენთ ამას რომ ხოთ მოიწონოთ და გამოგვიწეროთ. რადგან мотивация შეგმატოთ. უფრო უკეთესი კონტენტი შემოთავაზოთ. სხვათა შორის მაგარი რაღაცები შეიძლება გაკეთდეს პოლონეთში. ეს პირველი ქართული კონტენტია პოლონეთში, სადაც რაღაც ნეკაობებს ინჯავს. ობელიქსი. Obelix. This is Obelix, bro. Skava დრაზე, კორსარზე. ანუ კორსიზი არისო რაღაც ტაბლეტებით მიიღებ და მეკობრე გახდები. ანუ მე გახვალ ზღვაში, წახვალ თემებს დაიჭერ, შეცვი, გიწამე, საშიმშილი არ შეგაწუხებს, ეხლა მე რო კუჭი მიხმება ეგრე არ იქნები. აუ, ამის გახსნა. გაიხსენიო. ისა ჩემი სახელი გითხარით? არა მგონია. მე ილიამ ქვია სხვათა შორის. თაფური არა მეორე. ხონა. ო. დაგახედოთ? აკრა ხდება? ეს გასაფუჭებელი სად არის ამდენი ფული სად აქვს? ეს მე უნდა გავაგზელოთ. აუ, რა გემრიელი რამეა? აგერ სხვათა შორის მაყიდაზე აგერ ლაბეძი, ლებედი არის, შეჭამს უნდა, რაღაც რაიქით აქ. ზუსტად აი ვარ მოგატყუოთ. ზუსტად აქ MM&M's-ის გემო, მაგრამ კოკოსის არომატით არის. MM&M's-ის გემოა კოკოსის არომატით, რაც ძალიან მაგარია. მაინე რა კაია. ესე აქ ოღონდ ხა რო დავდივართ ხალხი უყურება როგორ იცით? ესენი ვინ არიან თან ქართულად ხო ლაპარაკობ და უყვირთ რა, ნაშრებიან თამჭამ თან ქართულად ლაპარაკობენ. თან გიჟივით მშია იმასაც ხედავენ და მალე მოვწები გადაღებას კებაბი უნდა გადაპუმბარო. ეს აპეტაიზერია? აპეტია თუ აიზერი არ ვიცი, მაგრამ სლოტკა პონად ჩასემო, ა? სლოტკა პონად ჩასემო. აგი რა წერია და კიდე რა წერია რაღაცა იცით? დრაზე კოკოსოვე პოლევიე კაკოვიე სლატკიე ცუკერიე. ყველაფერი წერია, ყველაფერი გასაგებად წერია, ვერაფერი ვერ შეიტანეჭვს. ძალიან გემრიელი რაღაცა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ამით კამერა გამომიწეს, მაგრამ გავაგზავნო მინდა და გავძღე გემოზე. კაი, ეს ძალიან გემრიელი. ერთი სალი სად დამჩენია. ოპა. ეს რაღაცნაირად გამოიყურება. ეს არის ეს ვიცი რაც არის. ეს არის Candy Happy Face-ი. ანუ Candy-ო ტკბილეულია რა, მხიარული სახეებით რა, ეს ჩვენ რო მხიარულები ვარ და ეგეთი სახეებით არის. გახსნა ეს პრობლემა არის პოლონეთში, ან ძნელი გასახსნელია ხოლმე ყველაფერი, სხვათა შორის ბოთსაც რომ მოხსნი და ის თავი ზედრჩება რა. ხალხს ის ვთქვა. ხალხს რა ვუთხრა? პოლონელებიო. ახ ეს მჟავეა. იმის მე ის ძალიან იყო. ხალხი პოლონელებზე მე ესეთი შაბეჭდილება მაქვს რა მეუბნებო. თუ პოლონელს მოეწონხარ როგორც პიროვნება, მაგრამ შენთან ახლოს იქნება ნორმალურად, ყველანაირად ნორმალურად მოგექცევა, მაგრამ თუ არ მოეწონე, ან რაიმე ნიშნით თუ შეგარჩია, რომ არ ხარ მისთვის
კაი ადამიანი. კატასტროფა. თან მოგიხსენებათ აქ რამდენი უცხოელები არიან. უკრაინელები, ხალხელები. ყველანაირი ეს არის ძალიან გებრიელი, ბეხოვსკი პირველზე არ შევაფასებთ ცუდად არაფერს. უგებრიელია საერთოდ მჟავე არ არის, სულ ბარი შაქარი აქვს და მივხვდი, ამის პრინციპს მივხვდი. ესე იგი მივხვდი რა ხდება. უკვე აქ გაღიმებულია, მაგრამ შენ მუჭნავს ისეთი გემო აქვს, ანუ ხა ის მომენტი დამიბრუნე რა. ეს არის ძალიან მაგარი. ჩემი რეისი მიფრინავს და მე ვიდეოს ვიღებ ამცალია გასაფრენად. ეს რა მომივიდა რა. ფათაშოის უფრო ისეთი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ბევრი ჭრაკერვის გარეშე გადავიღოთ ეს ვიდეოები, ანუ ბუნებრიობა რაც იქნება და რაღაცა. მართლა ეხა მის გამო კი არ დაგვიწია, რომ აფული ვიშოვოთ რა, უბრალოდ დაგვაინტერესა რა იქნება, რომ აი ჩვენს გადავიღოთ, ხან უცხოეთში ვარ. ეხა 50,000, 60,000 ერთ საათში თუ ვინმე გადამიხდა და მაშინ რა თქმა უნდა ფულზე დავიწყებ, მაგრამ მანამდე ჯერ არ მადარდებს რა. თანაკაც დასაქმებულები ვარ, უსაქმურები კი არა ვარ, ზოგადად ბიზნესი მაქვს აწყობილი 15 გექტარზე მაქვს თხილი. ხაგე მიხედვა უნდა ბიზნეს ბავშვები მყავს რაღაცა. ყველაფერს მიხედვა უნდა. სოფლის მეურნეობა ის არის, პოლონეთში ვარ, მაშინ კი არა ვარ, რა ქვია, ევროპაში. ხო და რაღაცა იქნება რა. ნელა ყველაფერს საღო. ეს კარგებში კი არა, ეს არის საუკეთესოებში შესანახი. ხერი თუ ესაც ცუდი რამე აქვს ისევ ეს მომენტი. ამას ხელი გაქვს, ხელი შენ ამას ხო აი ეს ხოდი შენ რა გიყავს? კარლოსი რა გვაქვს შემდეგი? მაის სეზამი რა არის? მომე. ოპა. ეს ვიცი. მაგრამ ეს როგორც ვიცი საქართველოში არა გვაქვს, ხო? არის საქართველოში? არა, ხო? ახლა რატომ მოგატყუოთ ეს განასინჯი მაქვს რა და მაგარი კაი რამეა. просто ეს არ ვიცოდი ახლა ჩვენს სნეკებში ეს თუ ეგდო. და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს მართლა მაგარი რამეა. ეს არის ყოველთვის ჯიბეში უნდა გეგდოს ისეთი რაღაცა რა. მე მომენტალურად გახსნი, მაგარი გემრიელია. ცუდინა რო ისროლე, უყურე გატყდა. ეს ზამე გატეხილი არ ვარგანა. აულა მაგარი რამეა. სეზამის მარხლები ძალიან მაგარია. ესე იგი ჩვენ არს უცხო მოყმე ხო დავარქვი. კრეატიული იდეა გვინდოდა ცოტა რაღაცა. აი ესე ხო გითხარით პარკში მოვიფიქრეთ მეთქი რა. ან 100%-ით გადაწყვეტილის არ არის, მაგრამ ვფიქრობთ რა ეს იყოს, ან ჩვენი არხის სახელი იყოს უცხო მოყმე. ჩვენც უცხო მოყმეები ვით აქ ჩამოსული პოლონეთში და ევროპის შუაგულში. და საინტერესო კონტენტი გვინდა რაღაცა რომ გავაკეთოთ. რავი, საქართველოში YouTube-ი კარგად იქაჩება, კარგად არის და ძალიან სასიხარულოა მე თვითონ YouTube-ის მაყურებელი ვარ, შემოძმება ყველაფერს უყურებ, ხო და ჩვენ უფრო გვინდოდა სამოგზაურო, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ადამიანები ვართ. ყოველ დღე მოგზაურობთ რა. ყოველ დღე მე დღეში 5-6 კილომეტრი ვარ მოგზაურო, მე არ შემიძლია. ყოველ დღე მოგზაურობ და ვითომ სამოგზაურო კონტენტი გადავიღოთ, მაგრამ მე დავფიქრი და უფრო მეც ვჭამ ვიდრე მოგზაურობ. და გადავწყვიტეთ აგერ სეზამი. ეხლა რაღაცა გადაგვეყო. მე სასწაული უნდა შემოგთავაზოთ პირდაპირ ეთერში, უყურეთ ახლა. ახლა არავის არ გავუკეთებ სასიკვდილო ნომერი, უყურე. ესა კიდე აქ ტკბილეულები მაქვს, უყურე. ეს სასიკვდილო ნომერია მეგობრებო. სახში არ გაიმეოროთ, ვერც გაიმეორებთ ეს მარტო პოლონეთში იყიდება ეს რაღაცები. აი ესე, კიდე მაიცა. მოდი აქა. აი ესე.
ცოცხალი ვარ, მაგრამ 15 წუთი ნავისი. ხელებს შედავ, ყვირი ვარ. მერტო, როგორ არის? ბედნიერი ვარ, თუ როგორ არის? გამომივიდა. შუათ გამომივიდა, მაგრამ ძე ცოცხალი ვარ. ეს. კიდე დავამა, კიდე გო. ტრუსკავკა. პონულად. ტრუსკავკა არის მარწყვი. მაგარია მარწყვი არის. მე საერთოდ ძალიან მიყვარს ვარსვატამა, ზანგემრიელია მარწყვი. მაგრამ გვიждები. ხო. ეს იყო პატარა წასნეკება. რაღაცები დავშინდეთ, ეხა მაგარი მშერები ვართ მართლა, ეხა წავალთ კებაბს ვიყიდით, იმას არ განახებთ, იმიტომ რომ მე თქვენ დაიწყოთ. მან სად ვიყიდოთ, როგორი კებაბია ისაო. მაგასაც შემოგთავაზებ, ცოტა დრო დაგველოდეთ. ნელო, სად ვართ ბარემ რო უცხარ? ჩვენ ვართ პოლონეთის ქალაქ პრუშკოვში. ეს არის ზუსტად ვარშავის გვერდზე. ეს პარკი არის, ამ პარკში ვარ. ილისის პარკი, ეს ახლა მე მოუფიქრე სახელი ჩემ თავთან დაკავშირებით. ესეთი პარკია, კაციშვილი არასდროს არ დადის. ჩვენ და კიდე 5000 ადამიანი ალბათ სეირნობენ, მეტი არაფერი. სანამ ზამთარი დაიწყება, თუ აქ რომ ზამთარი დაიწყება, -15-20 გრადუსია, მაგ დროს მე გარეთ გამომშველი არ ვარ, სახლში ჩავკიდე, მომაყარე სნეკები, вообще არ გავჩერდები, მაგრამ ეხა პროსტა კაიაბი და ალბათ ხვდებით ეს სიცხეა, ნახე. თან აი მჟავე სნეკმა вообще გამაოფლია ნაცმა. აი ეს აი მჟავე. ეს მაგარი მჟავეა რა. აი უφეს რა იყოც. მოკლედ ასეთი სნეკაობები გქონდა, ეს საუკეთესოა, ეს დაიმახსოვრეთ. თუ მოგინდება პოლონეთის საუკეთესო ჭამო, ეს ჭამე. საუკეთესოა. მოკლედ ეს ყველაფერი გავსინჯეთ. დაგვალაიქეთ, გამოიწერეთ. ეკნებ ეს ვიდეო გავარდეს, მე მოთხოვნა იყოს რაღაც კომენტარი, მომენტარი, თუ რაღაცა. სუთხარი ბარემ რო ეხა კაზინოები და რაღაც შემოგთავაზებენ. ხო, ანუ ეხა კაზინოები და რაღაცა ლიდერივეთი და რაღაცები და ესენი. ეხა ეს რეკლამა გამომივიდა, ამას ამოვჭრით აუცილებლად. კაზინოები რასაც შემომთავაზებენ, რაღაცა სპონსორი. კრისტალი არის ისე. ხო, რა ვიცი, რაღაცები არის, მაგრამ არ მივიღებ. დღეს არ მივიღებ და ხვალ დამირეკეთ. კაი, მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ, ეხლა მე გავედი. კებაბი უნდა ვჭამო, ძახშული უყო, მაგარი უნდა დავაყუნბარო რა. დროებით ჩვენი არხი დალაიქეთ, გამოიწერეთ, ცოტა мотиваცია მოგვეცით, ცოტა კომენტარებისგან თავი შეიკავე რა. თუ არ მოგწონს, გაუშვი, მოგწონს, არ გაუშვავსიო, ეგრეა. ხო, კომენტარებში შეგიძლია დაგვიწეროთ რა ანუ ეხა ხო ესენი გავსინჯეთ და შეგიძლია გითხრათ აი მომავალში მაგალითად წვენები დააგემოვნე იქაური რაღაცა იგი აგე რაღაცები ყველაფერს ვიზავთ რა რის საშუალებაც იქნება დროის საკითხი ყველაფერს გამოვნახავთ ვეცდებით გარკვეული დრო დავუთმოთ ამ საქმიანობას როგორც ჰობი და არა როგორც პროფესია იმიტომ რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ ჩვენი პროფესიით მუშაობთ გითხარით რომ ძალიან ბევრს მოგზაურობთ 5-6 კილომეტრი დღეში ცოტა არ არის რა და ამახედე და ეხლა რამე იღადა ხო და თუ გინდა რომ გაიგო ყველაფრის გემო დეგველა იქე და გამოგვიწერე ჯენდებას მამა აბა დროებით